საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურად ვითარდება და ბაზრის ძირითადი ნაწილი უჭირავს. მიუხედავად ამისა, მთლიან შიდა პროდუქტში ამ სექტორის წილი არც თუ ისე მაღალია. განვითარებასთან ერთად მცირე და საშუალო საწარმოები არაერთი გამოწვევის წინაშე არიან, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინანსებზე წვდომისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. რა მიმართულებებია განსაკუთრებით პრობლემური და როგორ გეგმავს სექტორი? გამოწვევებთან გამკლავებას დეტალებით ქრისტიანე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ისევე როგორც ბევრ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ბაზრის 99%-ზე მეტი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ სეგმენტს განეკუთვნება. მსხვილი ბიზნესი კი ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ 300-მდე კომპანიითაა წარმოდგენილი. დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილით, მცირე და საშუალო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა ბაზრის ეს სეგმენტი, როგორც უკვე აღინიშნა, არაერთი გამოწვევის წინაშეა. სექტორისთვის მთავარი პრობლემა საკრედიტო რესურსზე წვდომა. ამ მიმართულებით ბაზრის მოდამაშეებს საფინანსო ინსტიტუტებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სხვა არაერთ პრობლემატურ თემასთან ერთად სწორედ ფინანსებზე წვდომა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები იყო დღეს მცირე და საშუალო ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, რჩება აქტიურ გამოწვევად ბიზნესისთვის, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესი ესე მსხვილი და დიდი ინვესტორი ნაკლებად ყავს, ძირითადად ცდილობენ, რომ თავისი რესურსით შექმნან, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემო. ამიტომ ბანკთან ურთიერთობა, სადაზღვევებთან ურთიერთობა, მათ შორის აწარმოებს საქართველოსთან ურთიერთობა, აი ეს ის ასე ვთქვათ, თემები არის, რომლებზეც ამ მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთი დიდი არც გამოცდილება აქვს. ჩვენ ძირითადი მიმართულება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და დაფინანსება. შესაბამისად, ჩვენი პორტფელის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 90% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე მოდის. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ ბაზარს, გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და წვდომა ამ აღნიშნულ სექტორზე. ასე ვთქვათ, გირაოს კომპონენტი ხშირ შემთხვევაში არის პრობლემური, რადგან ეს ბიზნესები არის ასე ვთქვათ კაპიტალ ინტენსიური, ჭირდებათ ხშირად ასე ვთქვათ ფინანსური მხარდაჭერა, რადგან იზრდებიან სწრაფი ტემპებით. აქედან გამომდინარე, გირაოს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხითაც საკმაოდ მოქნილები ვართ. შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი საკითხია, რაზეც მსხვილი ბიზნესის მსგავსად მცირე და საშუალო კომპანიებსაც გამკაცრებულ კანონმდებლობასთან მორგება და დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა უწევთ, თუმცა სპეციალისტების შეფასებით ბიზნესი ამ მიმართულებაში ინვესტიციებისგან ხშირ შემთხვევაში მაინც თავს იკავებს, რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვას. ამ კუთხით მთავარი გამოწვევა ბიზნესის ინფორმირებულობა და ბიზნეს პროცესების არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას გააზიარონ. ამასთან მსხვილი ბიზნესის მსგავსად მცირე და საშუალო კომპანიებისთვისაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დგას კიბერუსაფრთხოების საკითხი. კიბერშეტევების რაოდენობა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში გაზრდილია. შესაბამისად, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად კერძო სექტორს საკმაოდ დიდი ინვესტიციების გამოყოფა უწევს. არსებობს შედარებით უფრო ბიუჯეტური გადაწყვეტები, მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული. ეს არის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, ეგრეთ წოდებული cloud გადაწყვეტილებები, როდესაც ბიზნესი ინახავს თავის ინფორმაციას დაცულ cloud სივრცეებში, როგორც არის Microsoft 365, Google Workspace და ეს პროვაიდერები Microsoft-ი და Google-ი თვითონვე უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის უსაფრთხოებას, რასაც მათ მიანდობს ბიზნესი. ასეთ შემთხვევაში დანახარჯები შედარებით მოგძალებულია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ეხება დიდ ორგანიზაციებს, როგორც არის ფინანსური ინსტიტუტები, საზღვაო კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებსაც 1000-დან მეტი თანამშრომელი ყავთ, მათთვის მსგავსი გადაწყვეტები არ არის საკმარისი. თუმცა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, თუ
რაღაცა ინფორმაციას გთხოვენ, გავიაზროთ რაში შეიძლება სჭირდებოდეს მეორე მხარეს ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება პირველ რიგში ვიკითხოთ რაში ჭირდებათ მას ეს ინფორმაცია. მეორე მხრივ გვაქვს ცალკეულ შემთხვევებში იმის უფლება, რომ უთხრათ, რომ ამ ინფორმაციას არ გავცემთ, თუ ხა ისეთი ურთიერთობა არა, როგორც ხა სახელშეკრულებო ურთიერთობა, როდესაც თუ ამ ინფორმაციას არ მივაწვდი რამ საქმეებს ის ხელშეკრულებას ვერ გააფორმებთ, მაგრამ ჩემი უფლებები კაფიოთ არის ჩვენი უფლებები განსაზღვრული კანონით და ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდე რატო ამუშავებს ესა თუ ის ორგანიზაცია ჩემი მონაცემებს და რა მონაცემებს ამუშავებს. შრომის უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ მთავარ და ხაზგასასმელ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება თავად ორგანიზაციების ბიზნეს ოპერატორების მზაობა ჩადონის რესურსები და უთმონ დრო შრომის უსაფრთხოების სისტემას მის რეალურ მოქმედებას მათ ორგანიზაციაში ინტეგრირებას ბიზნეს პროცესებში, იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელიც მაინც ორიენტირებულია გარკვეულ თეორიულ საკითხებზე. ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს შემდგომში, არ გვინდა რომ დავდგეთ რაღაც შედეგების წინაშე, ამიტომ როდესაც ეს არის ნაკლებად თვალსაჩინო და ხელშესახები, ბიზნესს მაინც უჭირს ამაში დროისა და რესურსების დათმობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ საშუალო საწარმო, რომელშიც წლიურად დასაქმებულია 20-დან 100-მდე ადამიანი და წლიური ბრუნვა არ აღემატება 1,5 მილიონ ლარს, ხოლო მცირეა საწარმო, რომელშიც წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 20 და წლიური ბრუნვა 500,000 ლარამდეა. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.